15 საათი ახალი წლის დადგომამდე როგორ მზადებიან დღევანდელი ღამისთვის საქართველოსა და მსოფლიოში. Დაიწყოს თბილისით, სადაც გალა კონცერტი რიყეზე იმართება. Წარმოდგენის ორგანიზატორები თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ევროპის მოედანზე შესანიშნავი ღამის გატარებას პირდებიან. ახალი წლის მთავარი ღონისძიების დეტალებზე ნინო ვარძელაშვილი ისაუბრებს. ნინო, რასეთვი ღირს თუ არა დღეს ღამით ევროპის მოედანზე მოსვლა? ჯერჯერობით თავშევიკავებ ჩემი კომენტარისგან, თუმცა გეტყვით, რომ კონცერტის ორგანიზატორები აქ მოსულ სტუმრებს სასიამოვნო საღამოს გატარებას პირდებიან. საღამომდე კი პატარებსა და მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ყინულის მოედანით ისარგებლონ. აქვე პატარებს თოვლის პაპაც დახვდებათ, ასევე მოწყობილია საშობაო სოფელი, სადაც კბილეულის დაგემოვნება შეუძლიათ. კონცერტი ზუსტად ღამის 10 საათზე დაიწყება და 3 საათამდე გასტანს. 25 რიცხვიდან მოგესალმებით დაიწყო ეს ღონისძიებები. საბავშვო, სპორტული, გასართობი, საშობაო ბაზრობა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს. უგემრიელესი ტკბილეული, გლინტვეინი სადაც იყიდება და მოკეთ არის ძალიან კარგი განწყობა. მუსიკა არის ჩართული, თოვლის ბაბუა ბავშვებს ასაჩუქრებს. 3 სცენა გვაქვს ჩვენ ევროპის მოედანზე. 3 სცენაზე პარალელურ რეჟიმში იქნება სხვადასხვა როკ ჯგუფები, სხვადასხვა ბენდები და სოლისტები ბიგ ბენდთან ერთად და ველოდები ყველას, ვისაც ტრადიცია არ აქვს ოჯახში შეხვედრის. 10 საათზე ერთსა და იმავე დროს 3 სცენაზე დაიწყება ერთდროულად კონცერტი და ერთმანეთის მონაცვლეობით მიიღებენ მასში მონაწილეობას შემსრულებლები. ქართველ შემსრულებლებთან ერთად 34 მონაწილე გუშინ გვიანღამით ჩამოვიდა საქართველოში. როგორც აქციის კონცერტის ორგანიზატორები გვპირდებიან სასიამოვნო საღამოსთან ერთად, შესანიშნავი საღამო იქნება სტუმრებისთვის. ზუსტად ღამის 12 საათზე კი ფოიერვერკთან ერთად მრავალ ჟამიერით გააცლებენ 2014 წელს. ძალიან ბევრი სამუშაოები იქნა გაწეული, ესეთი ასე ვთქვათ დიდი სცენა ბოლო წლების განმავლობაში არასდროს ყოფილა და მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ სცენები შეცვლის ერთმანეთს, რათა სწრაფ რეჟიმში ერთი სიმღერა გადავიდეს მეორე სიმღერაზე, აპარატურა სრულ მზადყოფნაშია, საბოლოო ასე ვთქვათ რეპეტიციები მიმდინარეობს იმისათვის, რომ ყველაფერი ჩატარდეს მაღალ დონეზე. გაიმართება გრანდიოზული გალა კონცერტი, დაიწყება 10 საათზე, ტრადიციულად 12 საათზე ფეიერვერკით და მრავალჟამიერით შევხვდებით ახალ წელს, გავაცილებთ ძველ წელს და შემდეგი წლის კონცერტი გაგრძელდება ღამის 3 საათამდე. უცხოელი სტუმრები უკვე ჩამოსულები არიან, გენერალური რეპეტიცია გავლილია. იქნება ძირითადად თანამედროვე ამერიკული მუსიკა, სხვადასხვა მიმართულებები, იქნება ჯაზი, სვინგი, იქნება ქართული სიმღერებიც. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იქნება ცოცხალი შესრულებით. შემსრულებლები საბოლოო რეპეტიციას დღეს დილით 11 საათიდან დაიწყებენ. თბილისის მერია აქ მოსულ სტუმრებს მშვიდ გადაადგილებას პირდებიან. მეტროპოლიტენი ღამის 5:30-მდე იმუშავებს. მადლობა ნინო, ეს ნინო ვარძელაშვილი იყო.